მოგესალმებით. ამ გაკვეთილში განვიხილავთ წინა თემის გაგრძელებას, უბრალოდ აქ გვექნება დიალოგები, რომ უფრო კარგად გაგვიჯდეს და სიტუაციურად, ასე ვთქვათ, განვიხილოთ. ესე იგი, გვაქვს კვირის დღეები, თვეები და თარიღების დიალოგები. და დავიწყოთ პირველით. Hey, do you have any plans for the weekend? Hey არის არაფორმალური ბოდიში მისამება. Hey, do you have გაქვს თუ არა any plans არის რაიმე გეგმა for the weekend? weekend-ისთვის, ანუ შაბათ-კვირისთვის და for the არის თვის. ანუ თვის თანდებულია და ყოველთვის როგორც წესი იწერება სიტყვამდე. ანუ weekend-ისთვის ხომ არ გაქვს რამე გეგმაო და წინ ეწერება თვის ყოველთვის. ქართულში ბოლოში ვწერთ, ინგლისურში სიტყვის წინ. და გადმოვთარგმნით ასე. შაბათ-კვირას რაიმე გეგმები გააქვს? ან ხომ არ გაქვს? Hey, do you have any plans for the weekend? შემდეგ. Not yet. Not yet. არის ჯერ არა. Not არის არა და yet არის ჯერ. თუმცა არაჯერ ცოტა იშვიათად ხმარობს და ჯერ არა. I was thinking about Saturday. I was thinking about Saturday. Was არის რაღაცას ვაკეთებდი წარსულში. I was thinking არის ვფიქრობდი, მაგრამ ნახეთ was უკვე ასე ვთქვათ მნიშვნელობა აღარ ენიჭება ქართულში. მე ვიყავი ვფიქრობდი, აღარ ვიტყვით, ხო? მე ვფიქრობდი about Saturday. მე ვფიქრობდი შაბათს. ანუ შაბათთან დაკავშირებით about ხომ არის შესახებ რაღაცის თან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გადმოვთარგმნით ასე, რომ I was thinking about Saturday არის შაბათისთვის ვფიქრობდი სადმე წასვლას. What about you? შენზე რას მეტყვი? ანუ შენ ფიქრობდი თუ არა? იგივე კითხვას უბრუნებს აი ამ პატარა სამი სიტყვით. What about you? რას მეტყვი შენს შესახებ? ან შენ აპირებდი თუ არა რამეს? ან კიდევ ერთხელ გავიმეორებ. Not yet. I was thinking about Saturday. What about you? შემდეგ. I have a friend's birthday party on Friday. I have a friend's birthday party on Friday. მე მაქვს მეგობრის, ნახეს აპოსტროფი და ესი რომ გითხარით. ეს არის კუთვნილების აღნიშნული, რომ მეგობრის დაბადების დღის წვეულება მაქვს პარასკევს. Her birthday's actually on the 15th, but she wanted to celebrate early. ცოტა დიდია, მაგრამ განვიხილავ სიტყვასიტყვით. I have a friend's birthday party on Friday. მე მაქვს მეგობრის დაბადების დღის წვეულება on Friday. პარასკევს. პარასკევს წერია, თუმცა on არის ინგლისურში ზე ნაწილაკი. თუმცა ყოველთვის კვირის დღეებთან ესე გამოიყენება. On Friday არის პარასკევს. იმედი მაქვს ეს ნაწილი გავიგეთ შემდეგ. Her birthdays. ნახეთ, birthday is. დაბადების დღე არის. Actually არის რეალურად. ანუ მისი, her არის მისი, მდედრობითი სქესის მისი, დაბადების დღე რეალურად, actually არის რეალურად. On the 15th, ნახეთ, 15-ში არისო. But she wanted. But არის მაგრამ she, ანუ მას, გოგოზე არის საუბარი, მდედრობით სქესზე. She wanted. Want არის რაღაცა სურდა, უნდოდა. Want ანუ რაღაცა რო გსურს, მაგრამ ed როცა ემატება, ანუ wanted როცა ხდება, ანუ მას სურდა, წარსულში სურდა. რომ to არის რომ და celebrate აღნიშნოს, celebrate არის აღნიშნო, early არის ადრე. ეხლა ნახეთ. I have a friend's birthday party on Friday.
მე მაქვს ჩემი მეგობრის დაბადების დღის წვეულება პარასკევს. Her birthday is actually on the 15th. მისი დაბადების დღე რეალურად არის 15-ში, but she wanted to celebrate early. მაგრამ მას სურდა, რომ აღენიშნა ადრე. ეხლა თინად გავიმეორებ და იმედია კარგად გავიგებთ. I have a friend's birthday party on Friday. Her birthday is actually on the 15th, but she wanted to celebrate early. გადავიდეთ შემდეგზე. Nice. Valentine's Day is on Tuesday too, right? Nice. მშვენიერია, კარგია. Valentine's Day არის ვალენტინობის დღე. Is on Tuesday. Is არის და on Tuesday არის სამშაბათს. To ხომ ვიცით რომ ერთი O-ი არის რომ, თუმცა როდესაც ორი O გვაქვს, ეს არის ც ნაწილაკი. სამშაბათსაც ასევე რაღაცა არისო. ანუ Valentine's Day is on Tuesday too, right? ვალენტინობის დღეც თუ ორი O-იანი თუ არის დღეც ნაწილაკი. ვალენტინობის დღეც სამშაბათსა არა? Right არის ხომართალი ვარ, არა? ზუსტად ესე გადმოითარგმნება. Nice. Valentine's Day is on Tuesday too, right? ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. Yep არის კი. ასეა. February flies by so fast. Yep. კი. February flies by არის ჩაიფრენს. სწრაფად ჩაიფრენს. So fast ანუ flies by ჩაიფრენს ძალიან სწრაფად. February flies by so fast. February flies by so fast. Yep, February flies by so fast. კი, თებერვალი ისე სწრაფად გადის. ან თებერვალი ჩაიფრენს ხოლმე ძალიან სწრაფად. შემდეგ. გადავდივართ დიალოგზე. What day is it today? What day is it today? ეს წინაზედ განვიხილებ და ხშირად დაგჭირდება ხოლმე რა თქმა უნდა. What day ანუ რა დღე არის დღეს. Today არის დღეს. დღეს რა დღეა? შემდეგ. Today is Wednesday. დღეს ოთხშაბათია. Today is Wednesday. დღეს არის ოთხშაბათი. შემდეგ. It's Thursday. It's Thursday. ნახეთ, it is რეალურად უნდა ეწეროს it is, თუმცა როდესაც ესა გვაქვს, აღარ ვამბობთ is და ვამბობთ it's. It's Thursday. It is აღარ ვიტყვით. It's Thursday. ხუთშაბათია. დღეს არის ხუთშაბათი. შემდეგ. Time flies. დრო მიფრინავს. Can you believe შეგიძლია შენ დაიჯერო? Believe არის დაჯერება. It is already November. Can you believe it's already November? Time flies. დრო როგორ სწრაფად გადის, ან დრო მიფრინავს. Can you believe შეგიძლია დაიჯერო? უკვე ნოემბერია. შეგიძლია უკვე დაიჯერო, რომ უკვე ნოემბერია? Can you believe it's already November? შემდეგ. I know this year went by so fast. I know ვიცი. ნამდვილად ასეა. I know სიტყვის ტყვით არის მე ვიცი, თუმცა ამ შემთხვევაში მართალია, შენ ნამდვილად მართალი ხარ, ასე გადმოითარგმნება. I know this year went by არის რაღაცამ რო ჩაიარა. By როცა ემატება ასეა ხოლმე. Went by ან ჩაიარა, გავიდა, ჩემი გამწდა. This year ანუ ეს წელი went by ჩაიარა ან გავიდა so fast. ძალიან სწრაფად. ანუ ეს წელი ძალიან სწრაფად გავიდა. I know this year went by so fast. შემდეგ. Can't believe it's almost the end of the year. Yes. კი, can't believe. ნახეთ, აქ უნდა ეწეროს can
not ცალ-ცალკე, თუმცა t როცა წერია, აპოსტროფი და t არის can't. ანუ cannot წერია შემოკლებულად. არ ვიცი რატომ მოაფიქრათ ეს ინგლისურში, მაგრამ ასე არის ხოლმე, ასე ამოკლებენ სიტყვებს. Can't believe. ანუ ვერ ვიჯერებ, დაუჯერებელია, რომ it is ნახეთ, აქაც შემოკლებულია it's ანუ ის არის almost თითქმის არის თითქმის the end დასასრული of the year. Of არის ის, ანუ რაღაცის. ამ შემთხვევაში წლის დასასრული. ახლა ნახეთ, yes, can't believe it's almost the end of the year. ნამდვილად კი ვერ ვიჯერებ, ან შეუძლებელია დაიჯერო, რომ თითქმის წლის ბოლოა. ანუ წლის დასასრულია, ამ წლის დასასრული. ეს იყო ჩვენი გაკვეთილი. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს დიალოგები და რეალურ სიტუაციებში გამოიყენებთ. ბედნიერად შემდეგ გაკვეთილამდე. ნახვამდის.